ვერც წარმომიდგენია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი რამე დანაშაულში იყოს გახვეული, ამბობს ვოლსკი კითხვაზე, შეიძლება თუ არა ბურჭულაძის შემდეგ ექს-პრემიერიც დააკავონ. ოცნების წევრის თქმით, ვინც სახელმწიფოს ისეთი ბოროტი დანაშაულით დაუპირისპირდება, როგორიც კორუფცია, ყველას პასუხი მოეთხოვება. თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავების შემდეგ არის ვარაუდი, რომ სუსის შემდეგი სამიზნე ღარიბაშვილი და მისი ახლო გარემოცვის სხვა წევრები არიან. სუსი ამტკიცებს, რომ საქართველოში შემოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის მოქალაქეებს უკრაინის სპეცსამსახურებმა გადასცეს. უწყებაში ამბობენ, რომ იძიებენ არის თუ არა კავშირი 4 ოქტომბრის არჩევნებსა და აღნიშნულ ფაქტს შორის. უკრაინის 2 მოქალაქის დაკავების შესახებ სუსმა განცხადება გუშინ გააკეთა. მოგვიანებით დააკავეს 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მთავარი ორგანიზატორი ლევან ხაბეიშვილი. სუსში არ ამბობენ, რომ ამ ორ სპეცოპერაციას შორის კავშირი იყო. გორის საკრებულომ დავით რაზმაძის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა. რაზმაძის გადადგომას გორის საკრებულოს ოპოზიცია მას შემდეგ ითხოვდა, რაც საკრებულოს თავმჯდომარემ New York Times 2008 წლის ომთან დაკავშირებით ინტერვიუ მისცა. მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ, რუსები რომან მოსულიყვნენ, ვინც ის კიდევ რამხელა ზიანს გამოიწვევდნენ, ამბობს რაზმაძე სტატიის თანახმად. სუმცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა სუმის ოლქზე რუსი ოკუპანტების შეტევის შემდეგ. დრონები თავდასხმა ქალაქის გარეუბანში მდებარე სამრეწველო ზონაზე განხორციელდა.